ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი გოგიტა. სალამი. მიხარია ჩემი გადაცემის სტუმარი რომ ხარ და დარწმუნებული ვარ საინტერესო ისტორიებს მოვისმენთ, საინტერესო გადაცემა გამოგვივა და მიიღე ჩემგან დიდი პატივისცემა და ასევე ამასთან ერთად მადლიერება მთელი შენი სპორტული კარიერისთვის, იმიტომ რომ კარატე არ არის ესეთი ტრადიციული ქართული სპორტის სახეობა და ქართველმა მიაღწიოს იმ წარმატებას, რასაც მთელი შენი კარიერის განმავლობაში მიაღწიე, ჩემი აზრით ძალიან დასაფასებელია და მადლობა ამისთვის. მოდი დავიწყოთ პირველი ტრადიციული კითხვით, ვინ არის გოგიტა არქანი? საინტერესო შეკითხვა არის. გოგიტა არქანი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რიგითი ადამიანი, როგორც ალბათ ყოველივე ჩვენგანი. მარტივია შენი წყენა? არც ისე მარტივია ჩემი წყენება, იმიტომ რომ მაქვს ძალიან დიდი მოთმენის უნარი. საიდან გამოიმუშავე? კარატე ისეთი რამ არის ჩემთვის, იმდენი შრომა მაქვს ჩადებული და იმდენი რთული გზა მაქვს გამოვლილი, რომ სხვანაირად ვერ მიმაღწევდი იმ შედეგებს და იმ გზას ვერ გავივლიდი, რომ არ ვიყო მომთმენი და ხო და ეს მომიყევი, რისი თმენა გიწევდა ყველაზე მეტად? აი მაგალითად ეხ ამ გადმოსახედიდან რო შეხედე. მოდით ესე ვთქვათ. თავიდან ახსენეთ, კარატე არ არის ქართული ესეთი პოპულარული ტრადიციული სახეობა. შესაბამისად არ იყო განვითარება ისეთი რა, როგორიც ახლა არის წლების განმავლობაში, როცა მე პატარა ბიჭი ვიყავი, ძალიან რთული გზების გავლა მომიწია რა. ეხლა ყველაზე ისეთი მარტივად ვთქვათ, ელემენტარული პირობები არ იყო, სავარჯიშო დარბაზი არ იყო, იატაკზე ვარჯიშობდით, სიცივე იყო, ანუ პირობები იყო ძალიან რთული. შესაბამისად არც ვიცოდი იმ დიდ ეტაპზე, ანუ ევროპა და მსოფლიო ჩემპიონატზე იქ რა ხდებოდა იმ დროს. რთული პერიოდი იყო იმ ხრივ, რომ ეს განვილი გზა, ანუ სანამ მივიდოდი ამ ეტაპამდე, არანაირი ინფორმაცია არ იყო. ნაბიჯ ეტაპობრივად გავიკვალე გზა და მივედი იმ იქამდე სადაც მიხვედი, მაგრამ თმენას ეხა როგორც ხვდები შენ პირველ რიგში გულისხმობ პირობების, რთული პირობების გაძლებას და მოთმენას რაღაცა იმ ფაზის პატამზე როცა ხარ? ხო. თუ არ მოითმინე და შეცდომა დაუშვი, წააგებ რა. მოდი პარალელს გავაკეთებ ესე. ანუ უნდა მოითმინო. ანუ შეცდომა არ უნდა დაუშვა. და მე ცხოვრებაშიც ამ პრინციპით ცხოვრობ რა. ვცდილობ რომ შეცდომა არ დაუშვა, მოვითმინო ბევრი და ის მომენტი გამოვიყენო, რომელიც არის ჩემთვის მომგებიანი ყოველთვის. იცი რის კითხვა მინდა? მე ბიოგრაფია რო წავიკითხე, ძალიან რთული გზა გამოვლინე, ხო? იმიტომ რომ პრაქტიკულად ოჯახი აღმოჩნდა დევნილი აფხაზეთიდან, ოჩამჩირეში დაიბადე და პრაქტიკულად ბოლოს წინა დღეს დატოვეთ აფხაზეთი და წამოხვედით დევნილებად. უკვე აგერ 30 წელი არის. ზოგადად 90-იანები ძალიან რთული პერიოდი იყო, ძალიან ხშირად მიწევს ამის გახსენება, დიდად არ ვარ მოხიბლული არასდროს 90-იანების გახსენებით, იმიტომ რომ ქვეყანა კარგ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, თუმცა ეს ფაქტია, რომ ყველამ ეს პერიოდი გავიარეთ. მაშინ როცა გადაწყვიტე, რომ კარატე ყოფილიყო სპორტის სახეობა, რომელიც აირჩიე. მიზანი რა იყო? თავიდანვე იყო მიზანი, რომ ამ სპორტის სახეობით მიმეღწია მე რაღაც შედეგისთვის თემი ცხოვრების. იმიტომ რომ თავიდანვე ისე ვიყავი, რომ რასაც დავიწყებ, რომელ საქმესაც მოვკიდებდი ხელს, მინდოდა რომ იმით ბოლომდე იმ გზას გავყოლიყავი და მართლა რომ უკვე დავიწყე ვარჯიში
სხვათა შორის რო დავიწყე ვარჯიში, ყველაზე ბოლოს ვიდექი, არ ვიყავი ძლიერი. ყველაზე ბოლო რიგში ვიდექი მე რა. და მაგრამ ჩემი შრომით, თავდაუზოგავი შრომით, მართლა კილომეტრებს გავდიოდი ფეხით რა, რამოდენიმე კილომეტრს. იქ ზუგდიდში. დიახ, ზუგდიდში ვიყავით. ვივარჯიშებდით, ისე უკანა გზაზე, 80 არ იყო პირობები, არც მანქანა იყო, არც ავტობუსი იყო, არ იყო მოძრაობა რა და ისე დავდიოდით. და უკვე მივხვდი 2 წელიწადში, რომ ამ საქმით მე შემეძლო, რომ რაღაც წარმატებისთვის მიმეხსია რა, მაგრამ თავარი ამოსავალი იყო რა, შრომა. ძალიან ბევრ შრომობდი, ყოველდღე დავდიოდი, ყოველდღე ვარჯიშობდი. მივხვდი, რომ თუ არ ვიშრომებდი, დიდ შედეგს ვერ მივახცევდი რა. კარატესგან ოდნავ გავიდეთ და აი ეს პერიოდი გაიხსენე, რამდენი წლის იყავი და გაიხსენე შენი სულიერი მდგომარეობა, როდესაც ტოვებდით სახლ-კარს. ეს მართლა ძალიან რთული პერიოდი იყო. მე აბსოლუტურად ყველაფერი მახსოვს რა, იმიტომ რომ პირველი 2 კლასი იქ ვიყავი აფხაზეთში. 8 წლის ვიყავი ჩვენ იქიდან რომ წამოვედით. ჩემი მშობლები ახალგაზრდები იყვნენ, 32-33 წლის რა. ძალიან რთული პერიოდი იყო, აბსოლუტურად ყველაფერი მახსოვს, რომ წამოვედით ჩვენ ვიყავით ბაბუშერაში, მამიდა ჩემთან რა. ეს იყო სოხუმის დაცემის წინა დღე. და მე დედაჩემი, ჩემი ძმა და ჩემიანები, მამიდა ჩემი ყველანი წამოვედით. ბოლო თვითფრინავით, რომელიც გამოფრინდა ბაბუშერის აეროპორტიდან და შემდეგი, ანუ კაცებს არ უშვებდნენ, მარტო ბავშვები და ქალებს უშვებდნენ. წამოვედით, ანუ ჩვენს მერე რომელიც გამოფრინდა, ჩამოაგდეს. და მამა ჩემი და ბიძა ჩემი და ისინი სვანეთიდან გადმოვიდნენ რა ფეხით. რთული იყო იქიდან წამოსვლა. ჩვენ პირადად ჩვენ ოჯახს მამა ჩემი მუშაობდა ოჩამჩირის მილიციაში რა. და იმდენად კარგი რაღაცები ქონდა გაკეთებული, რომ აფხაზები პირიქით გვიცავდნენ. ჩვენ ოჯახთან იყო ერთი კაცი მიმაგრებული, იყო ღამე ყაჩაღობები, მთელი უბედურობები და ჩვენ აფხაზები გვიცავდნენ, ამას ვიტყვი ღიად არ არის, მე მგონი ეს დასამალი ამბავი. ისგან გიცავთ? ღამე მოდიოდნენ ვიღაც უცხოები, მოროდიორები მოდიოდნენ, აკაჩაღებდნენ, ქალებს ალპატიურებდნენ და ესეთი უბედურებები ხდებოდა. ვინაიდან მამა ჩემი იცნობდა მათ, ქონდა რაღაც მეგობრული ურთიერთობა, ჩვენთან ყოველ საღამოს მოდიოდა კაცი, მორიგეობდნენ, ანუ სახეც მახსოვს დღეს ვინ იყო, ანუ როგორი ტიპები იყვნენ რა, მოდიოდნენ და ინაცვლებოდნენ, სახლში იყვნენ ჩვენთან, ღამე რჩებოდნენ, რომ ვინმე არ მოსულიყო ჩვენთან და რამე ცუდი არ გაეკეთებინათ ჩვენი ოჯახისთვის რა. და მე გზები ჩაიკეტა რა, ჩვენ ვერ გავდიოდით ერთი პერიოდი. და ბიძაჩემმა ივაშკაცა და რაღაც გაცვლითი რაღაც აფხაზები და ქართველები მეომრები გაცვალეს ერთმან, აფხაზები შემოუშვეს და ჩვენ გამოგვიშვეს რა. იქიდან ესეთი რთული პერიოდი იყო რა. მე რომ წამოვედით ჩვენ ბოლო დღეები იყო უკვე როგორ გითხრათ, არაფერი არ ჩანდა იქ. განადგურებული იყო აბსოლუტურად ყველაფერი რა. ძალიან კარგად მახსოვს თვითფრინავი რომ წამოვიდოდა ჩვენ ლოგინის ქვეშ შევძრებოდით ბავშვები მიმალებოდით ეგორება რამეს გიშველი და ეს ამბავი ყველაზე მძიმე რა გახსოვს? ყველა მძიმე ეხა გეტყვით ჩვენ სადაც ცხოვრობდით ჩვენ ქუჩაზე როგორც კი ომი დაიწყო დაახლოებით 1 თვეში ჩვენი ქუჩა დაიბომბა რა და ბაბუაჩემი გარდაიცვალა იქ და ჩვენი მეზობლები 5 ადამიანი გარდაიცვალა მათ შორის ჩემი კლასელი იყო ერთ-ერთი ბიჭი რა ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემთვის და ალბათ ყველასთვის ვინც იქ ვიყავით იმ დროს ერთი მომენტი მახსოვს კიდე ანუ ღამე ატყდა სროლა კივილი წივილი და თურმე მეზობელს თავს დაესხნენ და მეზობელი მოკლეს რა მეზობელი ჩვენი და ჩვენ უკან წავედით სადღაც დავიმალეთ ძალიან ბევრი ესეთი ცუდი მომენტები იყო რა მაგრამ ალბათ ამან რო გაგვაძლიერა აქეთ რო წამოვედით მერე
ჩვეულებრივად დავაგზავნე ცხოვრება. დღეს თუ იცი სახლი რა მდგომარეობაშია? ტყე არის რა ფაქტიურად. რამოდენიმე თვის წინ სურათები ვნახე რა ჩამოგვიტანეს იქ. ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი იყო ჩასული და ტყე არის რა ფაქტიურად არაფერი არ ჩანს. გენატრება ბავშვობის სახლი. რა თქმა უნდა, სულ ვფიქრობ იმას, რომ როგორც კი იქნება რამე დავრუნება, ეგრევე წავალ და ჩემს საქმიანობას იქ გავაგზავნებ მეთქი. აი ეს მაქვს ოცნებად რა. და უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ეს ჩემი ვალდებულებაც არის და უნდა გავაგზავნო ჩემი საქმე, რომ იქაურ ახალგაზრდები და თაობა წამოვწიოთ წინ. როგორ ფიქრობ, როდის მოხდება ეს? მე ვფიქრობ, რომ მოხდება. ჩვენ მოვესწრებით ყოველ შემთხვევაში. ესეთი რაღაც შეგრძნება მაქვს. პირველი რას იზავრო ჩახვა? მივალ იქ, სადაც მე დავიბადე და მივალ იქ, სადაც ჩვენები განისვენებენ რა სასაფლაოზე მივალ აუცილებლად. თუ გაქვს ვინმესთან ურთიერთობა, ვისთანაც თუნდაც არ ვიცი, ბავშვობაში მეგობრობდი ან ვინც ახლა იქ არის? კონტაქტი თუ გაქვს დარჩენილი? არა მაქვს, არავისთან ურთიერთობა. იქ, ანუ ჩვენ სადაც ცხოვრობდით, ძალიან ბევრი აფხაზი ცხოვრობდა, ყველა მეგობრულად იყო. მე მახსოვს, ჩვენთან მოდიოდნენ სახლში, ანუ ძალიან ახლო თბილი ურთიერთობა იყო რა. და ეხლა არ გვაქვს არავისთან ურთიერთობა, რაც წამოვედით. მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ მე მცნობენ იქ აფხაზეთში, იციან რომ ესეთი წარმატებული ვარ ჩემ საქმეში, ისიც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რომ რამოდენიმე ჩამოსვლაც უნდა აქ, ვარჯიშიც უნდა ჩვენთან, ვლავად ეშინიათ რა თვითონ იქ ერთმანეთის რომ აქეთ რო ჩამოვიდეს, მოღალატე. აი ხა ვისაც გულისხმობ, ვინც იცის ეს ყველაფერი. ხო, ყავს რამოდენიმე ადამიანი თავში, ვისაც ვინც წარმოიდგინე. რას ეთყოდი აქედან? ყველაფერი დავივიწყოთ და სუფთაფურთლიდან დავიწყოთ რა. შეურიგდეთ, ვიმეგობროთ, ერთად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ერთ მთლიან ქვეყანაში. რა თქმა უნდა, საქართველოში. მოგიტავა რა როგორ ისეთი ემოციური ნაწილი იყო და დასაწყისი ჩვენი დიალოგის. ის რომ მოგიწია ამ ყველაფრის გავლა, რაც ახლა მოხევი. თუ მოახდინა ამან გავლენა იმაზე, რომ სპორტის სახეობა, რომელიც შენ აირჩიე, ყოფილიყო ძალისმიერ. სადღაც შეიძლება, კი. იმიტომ რომ ძალად საჭიროა იმისთვის, რომ შენ იყო შინაგანად ძლიერი და მტკიცე. ჩვენ რო ვიქნებით მტკიცენი, ძლიერი და იმათაც მოუნდება ძლიერებთან მოსვლა რა. და ამაშიც ნუ ახლა ოჩამჩირეს მსოფლიო ჩემპიონი ყავს კარატეში, ხო ფაქტია. კი. და ოჩამჩირე მიცის ეს. იქ არიან, გალში არიან ბიჭები, ვინც კარატეს ავარჯიშებს ჩვენები რა, ქართველები. და გვაქვს ურთიერთობა, ისინი აფხაზებსაც ავარჯიშებენ, ჩამოდიან შეჯიბრებზე იღებენ მონაწილეობას, ჩვენს შეძლების დაგვარად როგორც შეგვიძლია ვეხმარებით. კულტურის სპორტის სამინისტროს დახმარებით რაღაც დახმარებებს უწევთ, როგორც შეგვიძლია. და ძალიან უნდათ, ძალიან ნიჭიერები არიან. აი ის ბავშვები, ვინც იქ ვარჯიშობენ რა. ძალიან ნიჭიერები არიან და მე მართლა მინდა რომ სულ ყოველთვის დავეხმარო და დავეხმარები რა. გოგიტა, ჩამოდიხარ ზუგდიდში და აი გაიხსენე ის მომენტი, როგორ გადაწყვიტე კარატეზე შესვლა და რატო? ნუ სკოლაში მე სადაც სწავლობდი. გაიხსნა კარატეს ჯგუფი რა ზუგდიდში, ერთ-ერთ სოფელში რა. ადგილი არ იყო, იმდენი ხალხი მივიდა სავარჯიშოდ. მეც მივედი, დავიწყე ვარჯიში, რადგან დაახლოებით 1 წელიწადში ის ჯგუფი დაიშალა.
დავრჩით ორი ადამიანი, ორი ბავშვი რა, რომელიც გადავედით მეორე ჯგუფში. იმ ორიდან მარტო მე დავრჩი, რომელმაც გავაგზელე ბოლომდე. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ის, რომ ზუგდიდში არატე არის ერთ-ერთი უძლიერესი. ბოლო ორ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა ზუგდიდმა. გაიხსენე პირველი შენი წარმატება და გაიხსენე აი პირველი შედეგი, სადაც შენ დავს უთხარი, რომ დღეს საქმე უკვე ისეა, რომ მე ყველაფერი გამომდის და ყველაფერი გამომივა. აი როდის პირველი ჩემი შეჯიბრი იყო 13-14 წლის ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს. ზუგდიდში არის ერთი დარბაზი იყო რა, მაშინ კომბინატის დასახლებაში, ტატამი არაფერი არ იყო, იატაკი. გავედი, პირველი შეჯიბრი იყო ჩემი, მესამე ადგილზე გავედი. აი მართლა მაგრა გამოვედი, კი არ ვიქებ ეხა ჩემს, არ ვაქებ, უბრალოდ მართლა მაგრა გამოვედი პირველ შეჯიბრის ბალობაზე, მესამე ადგილზე გავედი, იმიტომ რომ ჩემზე ძლიერები იყვნენ. იქ ბევრად ჩემზე ძლიერები. მესამე ადგილზე გავედი. იმის მერე აი მართლა ალბათ გეუბნებით, არც ერთი შეჯიბრი არ წამეგია რა, ბავშვობაში. სულ ყველა შეჯიბრს ვიგებდი. თუ გამოვდიოდი 14-15 წლიანებში, დიდებშიც ვეწერებოდი, დიდებშიც ვიგებდი შეჯიბრს. ალბათ ხასიათია რა, ხასიათი და შრომა. ამით შეგიძლია რომ მიაღწიო მაღალ მიზანს რა, დიდ მიზნებს. პირველი ჩემი საერთაშორისო ტურნირი იყო თურქეთში. იქამდე ეს შეჯიბრი არავის არ ჰქონდა მოგებული ბოსფორისთან, ძალიან ესე ტოპ შეჯიბრად ითვლებოდა. წავედი და ეგრევე მოვიგე. ანუ არავინ არ ელოდა რომ მე ამ შეჯიბრს მოვიგებდი რა. უკვე იქიდან წამოვიდა ეს წარმატებები პროფესიონალურ დონეზე ვიძახი. პროფესიონალურ დონეზე. იმის მერე ევროპის ჩემპიონატი იყო 20 წლის ვიყავი, ბრინჯაოს მედალზე გავედი რა. ანუ ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, ეს რაღაც სასწაული წარმოუდგენელი იყო რა. რომ ევროპის ჩემპიონატზე ვეკაებ სპორტული მიმართულებით, რომ ვინმე მედალს მოიპოვებდა საქართველოსთან რა. ნამდვილად წარმოუდგენელი. წარმოუდგენელი იყო. აი ორი კაცი ვიყავთ სულ. პირველი მსოფლიო ჩემპიონობა გაიხსნა. 30 წლის ვიყავი, ნუ რა, პატარა ბიჭი არ ვიყავი. იქამდე ცოტა უგან დავიხევი. მსოფლიო ჩემპიონობამდე 2008 წელს ტოკიოში მე მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. ეს იყო ესე წარმოუდგენელი იყო. წარმოუდგენელი იმ ხრივ იყო, რომ მარტო ვიყავი წასული საქართველოსთან. მარტო წავედი. ფედერაცია ვერ მუშაობდა კარგად, მოდი პირდაპირ ვიტყვი რა ესე. იმიტომ რომ ელემენტარული ვიზის აღებაშიც კი ვერ დამეხმარდნენ რა. ისევ ჩემი ოჯახის წევრები დამეხმარდნენ რა. ჩემი მეუღლის მშობლები. მადლობელი ვარ, ვიტყვი ამასაც. იმ ადგარეში იქ ვერ მოხვდებოდი. საელჩო 2008 წელს იაპონიის საელჩო საქართველოში არ იყო. ჩავედი ბაქოში, მივედი საელჩოში, საბუთები არაფერი არ მაქვს, მარტო მაქვს პასპორტი. მივედი, დავაკაკუნე რა. და ისა მსოფლიო ჩემპიონი ტარდება მეთქი იაპონიაში და წასვლა მინდა მეთქი. აზერბაიჯანის ფედერაციის პრეზიდენტმა დაურეკა, რომ ეს მართლა რეალურად ესე არის და მსოფლიო ჩემპიონი ტარდება და ასევე ჩემმა მეუღლემიც ის იაპონური ენა დაურეკა საელჩოში და უთხრა, რომ გვეჩქარება და საბუთებს მოგაწვდით. ნუ მივედი, დილის 10 საათი იყო. გამოვიდა კაცი თანამშრომელი და მეუბნები, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, პასპორტი მაქვს და ანკეტა მაქვს მარტო შევსებული. მიყურებს ესე, ანუ რა გინდაო? ესე მინდა მეთქი რა წასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. კარგიო, მივედი პასპორტი 3 საათზე მოდიო. მივედი 3 საათზე, გადავშალე პასპორტი, ვიზა ჩართმული იყო. კაი, ეხა მეორე ბილეთი არა მაქვს, რომ ბაქოდან გავფრინდე ტოკიოში. დაურეკე მეგობრებს. სპორტი რატოა მაგარი რა, ყველგან მეგობრები ყავს, ძალიან მაგარია. აზერბაიჯანის ფედერაციაზე ვთხოვე, რომ იქნებ დამეხმაროთ ერთი ბილეთი იყო დარჩენილი. ისიც მე შემხვდა. წავედი ტოკიოში, ჩავედი, სასტუმრო არა მაქვს. ისევ მეგობრები დამეხმარდნენ, დამიჯავშნენ სასტუმრო, ჩემ შეასვლამდე რეგისტრაციაც გაიარეს, ანუ
ყველაფერი ისე რა მეგობრობით და ნაცნობებით გამოვიდა. მივედი შეჯიბზე. აგეთ გამოდიან ესპანელი ფრანგები, მასაჟისტი, მწვრთნელი, ან კოლის ფსიქოლოგი ყველა ახლავს. მეკითხებიან შენ მარტო ვარ. შენ გიჟი ხარო. გავედი, ერთი მოვიგე, მეორე მოვიგე, მესამე მოვიგე, მეოთხე მოვიგე, ნახევარ ფინალში ვარ რა. მარტო ვარ, მწვრთნელი არ მყავს. ნახევარ ფინალში ვარ, ნახევარ ფინალს ვიგებდი, 3-1 რა. ბოლო წამზე გამithანავდა და საჯების გადაწყვეტილებით 3-2 წავაგე რა, საჯების გადაწყვეტილებით, ნახევარ ფინალი. და სიტყვის შემწევიც არ ყავდა. ვინმესო ეთქვა ერთი კაცი მწვრთნელი, რომ ეს გააკეთე, ანუ იქ უცებ ტვინი იჭედება რა და ვერ აკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია. შეცდომა დაუშვი, ჩემი ბრალი იყო, ვაღიარე. მესამესთვის შევხვდი ეგვიპტელს, აგარ სპორტსმენს 8-1 მოვუგე, გავანადგურე რა და მესამე ადგილი იყო ეს სასწაული მიღწევა იმ დროისთვის. არა მარტო იმ დროისთვის, ეხლაც. მე ესე ვიტყოდი. ერთ წელიწადში ინფორმაცია დაიდო, რომ ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე კარატე გახდებოდა სახეობა სპორტის და ეს კიდე უკვე სხვა мотиваცია არის რა, სხვა мотиваცია გამოჩნდა და უბრალოდ 8 კაცში უნდა მოხვდე რა, 8 საუკეთესოში მსოფლიოდან. და მოხვდი. 36 წლის ასაკში, ხო? 37 წლის ასაკში. აი მაშინ, როდესაც ბაქოში ჩადიხარ ვიზის ასაღებად და სპორტის დეპარტამენტი ვიზასაც ვერ გიკეთებს. მაშინ, როდესაც გზნობ, რომ ნაკლებად ვინმეს ადარდებს ამ ქვეყანაში შენი ბედიღბალი და ანუ ეს რაღაცა ნავსი არ ტყდება მიზანდასახულობის, რომ საკუთარ თავს არ უჩენი მკითხვას, რომ რისთვის ვაკეთებ ამას ყველაფერს, ელემენტარული მხარდაჭერა, როდესაც არ მაქვს. რა თქმა უნდა, გული წყდება რა, მაგრამ არ უნდა გატყდე პირიქით. უფრო უნდა მიაწვე, უფრო უნდა გაძლიერდე, უფრო უნდა გახვიდე, უფრო მეტი კონტაქტები გჭირდება მაგ დროს, უფრო უნდა გაძლიერდე და უნდა დაამტკიცო, რომ აი ვიგებ და მოდით რა ყურადღება მომაქციეთ რა. მაგრამ მე არასდროს არავისგან არ ვითხოვდი ყურადღებას. ანუ მე ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. და ვიცოდი, რომ ბოლომდე გავიტანდი ამ ყველაფერს. გოგიტა, ეხა აუცილებლად უნდა მოყვა შენს ოჯახს. იმიტომ რომ საოცარია, როგორ პრაქტიკულად ესე გამოვიდა, რომ როგორ შეხვდა ორი კარატისტი ერთმანეთს და დაოჯახდა. ხო ეგრეა? კი. მოყევი მეუღლეს. თათია მელუა. ჩემი მეუღლე ასევე საკმაოდ კარგი სპორტსმენი იყო. ეხა არის ტოპ 3-ში შედის საჯების სოფლიოში. პირველად შევხვდით ერთმანეთს. თათია იყო 13 წლის, მე 15 წლის ქუთაისში შეჯიბზე. იქიდან დავმეგობრდით რა. და ერთი ფოტო გადაღვებული. რატო გადაიღებთ ჩემთან რა სულ ფოტო და ძალიან მაგრა იჩხუბეო და იმიტომ გადავიღე შენთან სურათი რა. ოჯახი არის ჩემთვის ძალიან როგორც ყველასთვის ალბათ უმთავრესი. ორი ბიჭი მყავს, ალექსანდრე და ნიკუშა. ალექსანდრე ვარჯიშობს. თუ გააგზავნა, ჩემზე მაგარი იქნება, დარწმუნებული ვარ. როგორც ეხა მიყვება, ისე თუ გააგზავნა, ძალიან მაგარი ბიჭი იქნება. დიდ შედეგებს დადებს, თუ ივარჯიშა, რა თქმა უნდა. და ბევრ გამარჯვებას მოუტყავ ჩვენ ქვეყანას. მეუღლე ალბათ ბევრ ხელს ძალიან გიწყობდა ხელს. მით უფრო რომ ესმოდა შენი საქმე. ძალიან მიწყობდა ხელს. და ისიც ვიცი რომ ოლიმპიადაზე თქვა უარი ხო? თუ რაღაცა მომენტი იყო, არ შეიძლებოდა ინტერესთა კონფლიქტი არის და იყო რა. რა თქმა უნდა, მე ანუ სპორტსმენი მაგროს უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ყველასთვის რომ შედეგის მხრივ. ერთი ოჯახიდან ორს არ შეუძლია მონაწილეობა ოლიმპიადაზე, ხო? ნუ როგორც საჯი ისე ვერ წავიდოდა რა. ეგ ოლიმპიურ თამაშებზე. იმის მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპაზე, ბოლო ევროპულ თამაშებზე იყო საჯი. ეს ერთი მომენტი არის, თათი აქ ეტატამზე საჯობს და მე გამოვდივარ.
თვალი აქეთ გაურბის. თვალი აქეთ გაურბის. მე შინოდაო რომ აქეთ არ გამეხედა, აქეთ რამე შეცდომა არ დამეშვაო რა. ასევე ჩვენ მე ჩემ მეუღლეს და მე გვაქვს კლუბი, ბავშვებს ავარჯიშებთ. იმის გარდა რომ კიდევ ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებ. მე თათი არის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ფედერაციაში გენერალური მდივანი და ემსახურებით ამ საქმეს რა. ყველანაირად. ქვეყანას სპორტის სახეობით. კი. ასეთი რამ მინდა რომ კითხო. პირველი მაინტერესებს გაიხსენო გულწრფელად ცხოვრებაში შემთხვევა თუ გქონია, სადაც მოგიწია შენი უნარების გამოხატვა არაფორმალურ სივრცეში. იყო რამოდენიმე შემთხვევა რა ესეთი. მე თვითონ არ ვარ ცხოვრებაში აგრესიული, იმიტომ რომ არ შეიძლება შენი სიძლიერე ქუჩაში გამოიყენო პირიქით. უნდა დაამშვიდო, დააწყნარო. იყო ესეთი შემთხვევა, ეს უფრო ახალგაზრდობაში რა. რაღაც 20-21 წლის ვიყავი. 2002-3 წელი იყო ტელეფონის წართმევები მთელი ამბები და მომეციო ტელეფონი. ხა რას ტელეფონი მოგეციო, არ მოგცემდა. ესე იარაღით მოვიდა რა და ხო თბილისში ესეთი შემთხვევა. კი. და აქეთ კიდე იდგნენ სხვები დანით. მაგრამ ანუ ეს მთელი ცხოვრება რომ გამომუშავებული გაქვს რა. და რა ქენი მაგდროს? აი არ ვიცი, ეგრევე როგორც კი გადავწყვიტე, რაღაცა გავაკეთე რა. ესეთი მოძრაობა და იარაღი მე შევჭა ხელში რა. და ის ტიპები უკვე დაიბნენ. და გაიქცნენ რა და მე წავიღე ეს იარაღი, გადავაგდე ვისროლე სადღაც. იყო ესეთი შემთხვევა კიდე, რაღაც მანქანა დაეჯახა ჩემ მანქანას რა და ტები გამოვიდა ძალიან აგრესიული, რას ქვია ესე და მეჩხუბება და მე ვთხარი, ნუ მეჩხუბები მეთქი რა, დაწყნარდი, დამშვიდდი. ვერ მცემ მეთქი რა, პირდაპირ ვეუბნები ესე, დაიბნა მიყურებს ესე. ხო, ვერ მცემ მეთქი, ხა დაწყნარდი, დამშვიდდი მეთქი რა და დაიბნა ძალიან. დაიბნა, დაურეკა ვიღაცებს. ისინი მოვიდნენ. მეთქარი, აი ესეთი სიტუაცია არის მეთქი და ესა და ესა ვარ მეთქი ესა და არაფერი ისეთი არ არის დავილაპარაკოთ ხო რა. ვილაპარაკეთ და ტიპმა მითხრა მე შენთან მოვიყვანო ბავშვს სავარჯიშობო რა. მოიყვანა? მოიყვანა კი. რა მაგარი. მოიყვანა. კარგი, უკვე ბოლოსკენ მივდივართ რა და შენ მითხარი რამე თემა ხო არ არის ისეთი შენ თორისი გაჟღერებაც გსურს. მე მსურს ერთი რამის თქმა. ეს სპორტის სახეობა. კარატე როგორც სპორტის სახეობა საქართველოში ვითარდება. ჩვენი ფედერაცია, ჩვენი გუნდი, ვინც ვართ ახლა ხელმძღვანელობაში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის თაობა, რომელიც მოდის, ყველაზე მაგარი თაობა მოდის, აი ოქროს თაობას დავარქმევდი, ყველა შეუძლია რომ კარგი შედეგი დადოს. სურვილი აქვს ძალიან დიდი რა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბავშვებმა დიდ წარმატებას მიაღწიონ და ჩვენი დროშა აწიონ. ასევე მხარდაჭერა გვაქვს სპორტის სამინისტროდან, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, ანუ ძალიან მაგარი გვერდში დგომა გვაქვს რა. მე ძალიან მიხარია რომ ეს სასიკეთოდ შეიცვალა სიტუაცია, მით უფრო რომ ამ ისტორიას ვისმენ და იგრძნობა კონტრასტი ცვლილებები და ნამდვილად დასაფასებელია. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი მიდგომით ნამდვილად აღზრდი თაობას სპორტსმენებს, რომლებიც ისევე როგორც თავად გოგიტა არქანიამ ასევე ასახელებენ ჩვენ ქვეყანას და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს მალე მოხდება. მადლობა მინდა გითხრა ასეთი გულწრფელი დიალოგისთვის, ასეთი საინტერესო ამბებისთვის. რა თქმა უნდა, მინდა მთელი გული წარმატებები გისურვო ყველაფერში. მადლობა. ერთს ვიტყვი კიდე მადლობას. მინდა ის ხალხი არ გამომჩეს, რომლებმაც კარატე შეგვაყვარეს, მე პირადად შემაყვარეს. ჩემი პირველი მასწავლებელი მალხაზ ბაჭკორია, გელა გუხია, ასევე ძალიან საპატივსაცემო ადამიანი საქართველოში სურაბ ლეჟავა, რომელიც არის წელს 85 წლის გახდება 14 აგვისტოს, რომელიც არის ერთ-ერთი დამფუძნებელი კარატეს შემომტანის საქართველოში რა. აი, განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ თუ არა ის
რომ არ ყოფილიყო ის ადამიანები, შეიძლება არც მე არ ყოფილიყავი დღეს აქ და ის თაობა, რომლებიც არიან ეხა რა. მინდა რომ მადლობა უთხრა იმ ადამიანებს და მოდი ჩვენ გაგვეკეთებინოს ისე ყველაფერი. რომ გაგვეხარებინოს ეს ხალხი, რომ აი მართლა ტყუილა არ გვიშრომია, ტყუილა არ გვიწვალია, ეს მართლა ფურცლებიდან სწავლობდნენ და წიგნებიდან კარატეს და დღე მოიტანეს ჩვენამდე რა, ჩვენ თაობამდე. დიდი მადლობა. მადლობა პირიქით.